გამარჯობათ, ჩვენი დღევანდელი საუბარი მოეწოდება ახალეთში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ იმ ხელშეკრულებას, რომელიც იდება ახალეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის და რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია აფხაზეთში თვითონ და გამოიწვია ასევე გარკვეული კითხვები საქართველოში, თუმცა კითხვები და ასევე გარკვეული პოლიტიკური აქტიურობა. საქმე ის არის, რომ ბევრი ლაპარაკია ამის შესახებ, მაგრამ თვითონ ხელშეკრულების ტექსტზე საგნობრივი განხილვა არ მიმდინარეობს და სწორედ ჩვენი საუბარი დავიწყოთ საკუთხრივ რა არის ეს ხელშეკრულება, რას მოიცავს და რა შედეგებს მოიტანს. პირველი რაც უნდა ითქვას, უნდა შევადაროთ ჩვენ ეს ხელშეკრულება და ახალ მეგობრებს შევახსენოთ საქართველოს ისტორიის ელემენტები, კერძოდ ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატი, როდესაც რუსეთმა აიღო თავის თავზე კონტროლი საქართველოს ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკაზე. ზუსტად ეს წერია, შავი თეთრზე წერია ხელშეკრულებაში, რომ მხარეები ათანხმებენ ერთმანეთთან საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს. ეს კონკრეტულად ნიშნავს, რომ აფხაზეთს ამ შემთხვევაში ისიც ეთქმევა, რაც ჰქონდა, ცხადია შეზღუდული იყო არაოფიციალურად რუსული გავლენის სფეროში ყოფნის გამო, მაგრამ ეს ახლა უკვე იურიდიულ ნორმის დონეზეა ასული. შემდეგ ის ასე ვთქვათ, მოჩვენებითი ავტონომია, რომელიც ჰქონდა აფხაზეთს შიდა საქმეების სფეროში, ახლა ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთი დოტაციური იყო რუსეთის ბიუჯეტიდან, მაგრამ ამასაც ასევე ეძლევა პირდაპირი საკანონმდებლო ხასიათის რუსეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას და აფინანსოს აფხაზეთის სოციალური სფერო. ეს გაძლიერია ისიც, რომ ყველაფერი ეს უნდა გაკეთდეს რუსი სპეციალისტების, რუსი ექსპერტების თან დაწერილია თვეები და 6 თვის განმავლობაში, 1 წლის განმავლობაში, წელიწადის ნახევრის განმავლობაში რუსეთის მხარე, ესე იგი, მისი რეკომენდაციით, რუსეთის მხარის რეკომენდაციით აფხაზური მხარე რუს ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს აუცილებელ ნორმატიულ აქტებს იმისათვის, რომ რუსეთმა მთლიანად აიღოს თავის კონტროლქვეშ აფხაზეთის საგარეო და საშინაო ცხოვრების ყველა სფერო. აი ეს არის მოკლედ ვთქვათ ამ ხელშეკრულების შინაარსი. ცხადია ამან აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ყველას ესმის, რომ საიდკენ მიდის სიტუაცია, კერძოდ. მე ვწერდი ამ 1 წლის წინ, რომ ეს ომი გამოწვეული რუსული სპეცსამსახურების მიერ აფხაზეთში მიზნად ისახავდა აფხაზეთში ეთნიკურ-რელიგიური სურათის შეცვლას. კერძოდ მიზნად ისახავდა იმას, რაც მოხდა, რუსეთის იქიდან გამოდევნას. ამას გარდა თვითონ რუსეთს კატეგორიულად არ უნდა აფხაზეთში სახელმწიფოს შემადგენელი, ანუ სახელმწიფოს წარმომქმნელი ეთნოსი იყოს აფხაზური და მის ხელში იყოს აფხაზეთის სიმდიდრეობა. რა სიმდიდრეებზე ლაპარაკია ამას ეს ჩვენ გვესმით, ალბათ ეს არის 70 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი, ეს არის ძალიან დიდი პროგნოზული მარაგები ნავთობისა და გაზისა, რომელიც არის აფხაზეთის შელფში. ეს არის სერიოზული აქტივები, რომელიც განთავსებულია აფხაზეთში, მისცემებად და მისი საკურორტო პოტენციალი. აქედან გამომდინარე, რუსეთი ამავე დროს ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ აფხაზეთზე ისტორიული პრეტენზიები აქვს ასევე თურქეთსაც. რუსეთმა გააკეთა ყველაფერი ამ პერიოდში, რომ აფხაზეთში არანაირი ინვესტიცია არ მოხდებულიყო. ის ასევე მიზანმიმართულად წუნდაობდა სხვათაშორის რუსულ ინვესტიციებსაც, სანამ არ იქნებოდა 100%-იანი გარანტიები იმისა, 100%-იანი
კონტროლის მექანიზმი. აი ამაშია არსი პროცესი. როცა ჩვენ საუბრობთ ეთნიკურ რელიგიური სურათის შეცვლაზე, უნდა ვითვალისწინებდეთ იმასაც, რომ დღეს აფხაზეთში ეთნიკურ უმრავლესობას სომხები წარმოადგენენ. ანუ იქ ქართველები მოგეხსენებათ 47-დან 50%-მდე იყვნენ, დღეს ქართველების ნიშა, ასე ვთქვათ, რომ წარმოვიდგინოთ მასშტაბი, ანუ ეთნიკური რელიგიური სურათის შეცვლისა, წარმოვიდგინოთ სომხები, რომლებიც მაშინ იყვნენ 14% და ახლობთ 14-17%-მდე, დღეს 50%-ზე მეტია. საერთოდ მიდის პროცესი მიდის, როდესაც კონტროლი დამყარდება მთლიანი, პროცესი მიდის იმითკენ, რომ 2018 წლისთვის ჩატარდეს არჩევნები, უკვე დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ასახავს სახელმწიფოს ან წარმომადგენლობით ორგანოებში ასახავს აი ამ სურათის, ამ რეალურ სურათს. ჩვენ ახლა გქონდათ ცდილობები თავის დროზე, რომ რაღაცნაირად შეგვეთავებინა აი პირველი ხელისუფლების დროს იყო რაღაცნაირად ცდილობა იყო 26-ზე დაბალანსებული იყო რაღაცნაირად ეს ვითის დამთავრდა გვახსოვს. ახლა 2018 წლისთვის უკვე ჩვენ გვექნება ასეთი სურათი და ეს აფხაზეთის გონიერი ნაწილი წარმოდგენილი აქვს. უბრალოდ ამავე დროს ძალიან დიდია ინერცია იმისა, რომ ინერტრობის ინერცია და ძალიან არარეალისტურია ჩვენი შეხედულებები მის შესახებ, რომ ახლა თავისი განადგურების საფრთხის გამო, თავისი ინერტობის დაკარგვის საფრთხის გამო აფხაზები დაუშვათ მოტრიალდებიან საქართველოს. ეს გამორიცხულია. ამას გარდა ჯერჯერობით ასია სამწუხაროდ. ამას გარდა მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ძალიან უსიამოვნო ჩვენთვის საფრთხის შემცველ მოვლენაზე, კერძოდ. ხაჯიმბა თუ გახსოვთ, ალბათ გახსოვთ ბაგრაფშის და ამქობის ხაზი. ისინი ცდილობდნენ დაყრდნობოდნენ გალის რაიონის გალში მცხოვრები ქართველების ხმებს. მიყავდათ რა შედარებით დაბალანსებული, ასე ვთქვათ, ეთნიკური პოლიტიკა. ხაჯიმბა, თვითონ ხაჯიმბა ყოველთვის იყო რადიკალურად განწყობილი ქართული მოსახლეობის მიმართ, მიიჩნევდა, რომ მათ არ უნდა მიეცეთ აფხაზეთის პასპორტები, მიიჩნევდა, რომ ისინი გაძევებული უნდა იქნან, პირდაპირ ვთქვათ, გაძევებული უნდა იქნან აფხაზეთიდან. ახლა ამას ის სხვადასხვა რიტორიკით მიყვება. ხაჯიმბა პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელია, ეს ყველა მე მგონი ვიცით. ის რაც მოხდა, ანუ გადატრიალება, რომელიც მოხდა აფხაზეთში, როდესაც ამქობი ჩამოცილებული იქნა ხელისუფლებიდან და ამას მთლიანად მართავდა ცხადია კრემლი, განხორციელდა უკრაინის მოვლენების კონტექსტში. ანუ რუსეთმა იჩქარა, უკვე დააჩქარა პროცესები და რატომ მოხდა ახლა ეს სამხრეთ კავკასია სწორედ ისეთი გეოპოლიტიკურ ტექტონიკურ პლიტაზედებს, როგორც არის უკრაინა და რუსეთმა გაიმყარა პოზიციები ამ ორ რეგიონში. რაზეა საუბარი? თვითონ რეფერენდუმის იდეა წარმოვიდა სამხრეთ ოსეთიდან. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან. ორი ალანია, ანუ ერთიანი ალანია რუსეთის შემადგენლობაში. ეს არის მეინსტრიმი დღეს აფხაზური ეთნოსის აფხაზური პოლიტიკური ელიტა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ყოველთვის დამოუკიდებლობის დაკარგვის. ეს სხვა დააჩქარა ეს პროცესი, ეს ახალი ინიციატივა რუსეთის ირაკლი ალასანიას თორემ განცხადება საქართველოში ამერიკის ბაზის განთავსების თაობაზე, სასწავლებელი ბაზის განთავსების თაობაზე. აი ხარ უკავშირდება ამას ეს პროცესი. საერთოდ ჩვენ თუ დავაგვირდებით რუსულ პოლიტიკას ზოგადად, არა მარტო რუსულს. ის და რუსული განსაკუთრებით და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ბოლო საუკუნეებში, ხო? ის ყოველთვის თვითონვე აკეთებს პროვოცირებას მიზეზისას, რის გამართლება შემდგომ მისი მოქმედებები. ანუ რუსეთი ყოველთვის ცდილობს მოწინააღმდეგეს დააშვებინოს შეცდომა. აი რაც იყო 2008 წლის ომი.
რუსეთმა მიზანმიმართულად იმოქმედა იმისათვის თავისი ჩანერგილი აგენტურის მეშვეობით საქართველოში, რომლებიც ხან ამერიკის აგენტებად იღებებოდნენ და ხან ისი, იმოქმედა იმისათვის, რომ დაეშვა საქართველოს ხელისუფლებას მიეცა მისთვის გაზოს ბელი. ანუ და ეს შეასრულა ბრწყინვალე და ამ ომმა მთლიანად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში, ანუ ამერიკელების ფაქტობრივად ექსპორტიანი სამყაროს დასასრული დაიწყო საქართველოში. ეს იყო 2008 წლის ომი. ჩვენ როდესაც ახლა ვსაუბრობთ ალასანიას ინიციატივაზე იმის შესახებ, რომ ჩვენად განვალაგოთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, ვიცით რა, რომ ეს ვიცით რა რეაქცია რუსეთისა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების შესახებ ევროპაში. ომის წინასწარ ვიცით, რომ ამ რეაქცია არის ძალიან მტკივნეული, ხო? ცხადია, რომ ეს იგივე მიზანს ემსახურება. ანუ ეს არის პირდაპირ მიზეზის მიცემა, აგრესიის მიზეზის მიცემა, კაზუს ბელის მიცემა მოწინააღმდეგისათვის. ცხადია, რომ ჩვენ ვერანაირ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ერთმა დაიფაროს და რუსული აგრესიის შემთხვევაში ვერ დამიცავს. ახლა იმაზე საუბარი, რომ ჩვენ დაუშვათ ჩამოვაგდეთ რამდენიმე ათეულ თვითმფრინავს ან რაკეტას, ხო? არასერიოზულია იმიტომ, რომ ჩამოვაგდო მე რა ეფექტი იქნება ამის სანაცვლოდ, ჩვენ მთლიანად აღვიგვებით მიწისაგან პირისა, ხო? და მივიღებთ უზარმაზარ მსხვერპლს. არაფერს არ ვსაუბრობ იმაზე, რომ საქართველო აბსოლუტურად მომზადებელია რუსეთთან კი არა, გაცილებით მცირე მასშტაბის მოწინააღმდეგესთან ბრძოლისათვის და როდესაც რუსეთთან დაპირისპირებაზეა ლაპარაკი და რაღაც ევროატლანტიკურ ფარზე ვლაპარაკობთ ჩვენ, ამლა დაგვაუწყდეს ის, რომ თვითონ იგივე ევროატლანტიკური მხარე სერიოზულად განიხილავს საკითხს, ჩაერთვება თუ არა ეს დაუშვათ ატომურ აპოკალიფსისში იმ შემთხვევაში თუ შედარებით მცირე მასშტაბის ნატოს წევრი ქვეყნებზე იქნება განხორციელებული თავდასხმა, როგორიც არის ტალინი მაგალითად, ესტონეთი მაგალითად, აპოლონეთი. ჩაერთვებიან თუ არა ისინი, თუ დაუშვათ აი რუსეთმა იხმარა ტაქტიკური ატომური იარაღი. ამას სერიოზულად განიხილავენ სხვათა შორის ანალიტიკოსები. ისე მძიმედ არის სიტუაცია, ისე მძიმეა დღეს გეოპოლიტიკური სიტუაცია დედამიწაზე შესულია ძალიან ღრმა და დრამატული გარდაქმნების ეპოქაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, თქვენ კითხვაზე პასუხი გავცელო. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული არა მოწინააღმდეგის გამიზიანებაზე, ან გამიზიანება კი არა, პირდაპირ კარლაშის მიცემაზე საწინააღმდეგო მოქმედებებისათვის, არამედ პირიქით. იმიტომ რომ ჯერ ერთი ის კონტრპროდუქტიულია და როცა შედეგს არ მოიტანს და მეორე სხვა გამოსავალიც არ აქვს. იმაზე საუბარი რომ ხა ჩვენი გულისთვის დაუშვათ იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა აგრესია განახორციელა. ახლა დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. ეს ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების მოფიქრებული ეს არ შეიძლება. ერთი რომს დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი, ეს რა ნუგეშია ჩვენთვის. თუ ჩვენთან დაიწყება ეს და ყველაზე დიდი გამანადგურებელი ეფექტი უნებრივი ჩვენთვის ექნება, ხო? რატომ უნდა გიხაროდეს ის, რომ ახლა ეს დაუშვით მესამე მსოფლიო ომს ძალიან გავხდეთ ჩვენ. ეს ხომ სისულელია, ხო? მეორე მხრივ რატომ უნდა გინდოდეს აქ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება. როდესაც მთელი გეოპოლიტიკური დაპირისპირება დაიწყო, სწორედ აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების საფრთხესთან დაკავშირებით, ხო გვახსოვსა რა და რამხელა ის მიდის ამაზე დაპირისპირება. და ხა ჩვენ უნდა გადავიქცეთ ესე იგი მთელი ვექტორი დაძაბულობის უნდა გადმოვიდეს ჩვენთან, რაც ნუ ახლა გამოგგველი იქნება მოიხსენებათ რა. ეთქობა ამ ადამიანებმა არიციან აწაუკითხავთ რუსეთის სამხედრო დოქტრინა რას ითვალისწინებს ის იმ შემთხვევაში და უსამართლო კონფლიქტის შემთხვევაში, როცა მოწინააღმდეგეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებია განლაგებული ქვეყანაში. ეს არის სრული განადგურება იმ ტერიტორიაზე. აი, ბატონო, გავაგრძელოთ ფონი და მე მინდა გითხრათ ესეთი რაღაც. დღეს აფხაზეთში ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს. თუ გავიხსენებთ სომხების ცნობილ სომხეთის სახელმწიფო შექმნაზე, გავიხსენებთ სომხეთის წარმატებულ პროექტს.
რამდენად არის ეს საქართველოს საფრთხე შემოსული და რას უნდა ველოდეთ? ვიცით რა ხდება საფრთხე-ჯავახეთში. მოდით ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ასე სომხური სისტემა, მოდით ესე დავარქვათ, გულისხმობს ორ კომპონენტს, ერთი არის თვითონ სომხეთის სახელმწიფო და მეორე დიასპორა. სხვადასხვა ერდოგანი ამბობდა, რომ სომხეთის სახელმწიფო არისო მოუწოდებდა სომხეთის სახელმწიფოს განთავისუფლებულიყო სომხური დიასპორის იპოთეკისა. თუ გახსოვთ. ხო, ანუ მისი ძევლობისგან. ახლა სომხეთი ახორციელებს შემდეგ ტაქტიკას ძალიან ძლიერ მდგომარეობაში, რომელსაც მის წინააღმდეგ არის თურანი, ასე ვთქვათ. ანუ სომხეთი ახორციელებს სტრატეგიას არმია აზერბაიჯანის წინააღმდეგ, დიასპორა თურქეთის წინააღმდეგ. თუ რამდენად ჭკვიანურია, ასე ვთქვათ, ეს ტაქტიკა, ჩანს იქიდან, რომ ამდენი ხანი სტატუს კო მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ახლა ძალთა განლაგება ნამდვილად არ არის სომხების სასარგებლოდ, შენარჩუნებულია. აქ, რა თქმა უნდა, უდიდეს როლს თამაშობს რუსეთის ფაქტორი. ახლა, რაც შეეხება თვითონ ამ სომხეთის გადაღებულ იდეას. ცხადია, რომ ჩვენ რაც ვილაპარაკებთ სომხეთზე, ეს ვიღაცა მასეას ანტისომხურ სენტიმენტების გამოვლენა არ უნდა აღიქვას, ხო? უბრალოდ რეალობებზეა ლაპარაკი. ინტერესებს ყველა სისტემა, ყველა სახელმწიფო დიდი იქნება თუ მცირე, ახორციელებს ავტომატურად არაცნობიერად და ჯერჯერობით ეს არავის არ შეუცვლია. რაღაც და ეს ინტერესების განხორციელება სამწუხაროდ ჯერჯერობით ხორციელდება ძალიან სასტიკი პირველყოფილი მეთოდებით, მოდით ასე ვთქვათ, რისი დადასტურება ძალიან მაგალითად არის ჩვენს სამხრეთით მიმდინარე საშინელი პრობლემები, ხო? მილიონობით ადამიანი იხოცება და ასე სისასტიკის არნახულ ფორმებს ხედავთ ჩვენ. 21 საუკუნეში ალბათ არასდროს არ ყოფილა მსგავსი. თუმცა დემონსტრაციულად ხდება ეს, ხო, ადრე მალავდნენ მას. მაგალითად, გერმანელები კონცენტრაციულ ბანაკების არსებობას მალავდნენ, იგილის მასობრივ დახვრეტებს, იგივე იგილის თანამებრძოლები პირდაპირ ინტერნეტში ავრცელებენ მასობრივ ფოთვაჟლეტვას. უხარია. აბუსო, ესე იგი, ერთს კიდე გეტყვით, შეგეკითხებით. აი, აფხაზეთის თემას უკავშირდება 5 ნოემბერს დაანონსებული აქცია ნაციონალების. სხვა საკითხია, რამდენად აქვთ მორალური უფლება აფხაზეთის თემის ამოცემის, მაგრამ თქვენი აზრით როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ქვეყანაში? ნაციონალურ მოძრაობას ახლა არანაირი რესურსი იმისა, რომ არეულობა გამოიწვიოს, არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში ძალიან ძლიერია, და სხვადასხვა რაც თქმა უნდა თბილისში განსაკუთრებით ძალიან ძლიერია, ყველას კარგად გვახსოვს მათი გაიგაცობები, ესე ვთქვათ. და ისინი აგრესიის და ისტერიული აგრესიის გარდა სხვა გზნობებს მოსახლეობის უმრავლესობაში არ იწვევენ. და ძალიან მეშინია, რომ მან არ გამოიწვიოს ანგარიშსობრობა. ისეთი ფორმების, რომელიც დააზიანებს ჩვენს იმისაც დააზიანებს, ისედაც დაზიანებულია ბოლომოვლენების ისედაც რა ჰქონდა და აი ბოლომოვლენებმა ამ დემარშებმა კიდევ უფრო დააზიანა და ახლა აქ თუ კიდე ძალადობრივი მოქმედებები წავიდა, მეგობრებია, რომ ჩვენ კიდევ უარესად დავზიანდებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ახლა აერივით ჭირდება სიმშვიდე. საქართველოს არ ჭირდება ახლა არც გეოპოლიტიკურ ფორუმტრიალში ჩართვა, არც მიტინგები, არც ურთიერთდაპირისპირება, რა დრამატულიც არა, სულელურიც არ უნდა იყოს შე შემთხვევაში ხელისუფლების მოქმედებები, პირდაპირ ამის როგორ გაღიზიანებასაც არ უნდა იწვევდეს. ახლა მხოლოდ ქვეყნის მტერს შეუძლია იოცნებოს არეულობაზე, იმის თავისი რაღაც გოგმების რეალიზაციის მიზნით, ხო? არ შეიძლება უარესი მოხდება საქართველოში ახლა შიდა დაპირისპირება გამოიწვევს ქვეყნის საბოლოო წაშლას მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან. ასეთია გეოპოლიტიკური კონტექსტი. მე იმას კი არ მიზახებ, რომ არ უნდა გავაკრიტიკოთ და არ უნდა თუნდაც მშვიდობიანი პროტესტი გამოვხატოთ. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ხელისუფლებას მე ახასიათებს თვითონ გამოიწვევს რეგიონები იმის გამო, რომ ის უკრიტიკოთ უკვე ხდება აბსოლუტურად უმართავი და კიდევ უფრო აღიზიანებს.
არა, უბრალოდ აი ესეთი ტიპის დესტრუქციული მოქმედებები პირდაპირ მოწოდებები ისმის ახლა რა ხდება პირდაპირ ლიდერი ესე იგი ნაციონალური მოძრაობის მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ აცხადებს ხელისუფლების გასაგონად რომ საჭიროა არჩევნებს არ გადაველოდოთ არჩევნები დაერქვეს შეიცვლება რასაც თვითონ აკეთებდა ანუ არჩევნები გააუქმა თიბახსოვთ ხო და ესე იგი და ამიტომ საჭიროა ძალადობრივი მოქმედება ახლა ვიღაცებს ეს არასერიოზული გონია სერიოზული იმიტომ კი არ არის რომ არასერიოზული ეს არ არის და რატომ ამ ადამიანს სამწუხაროდ უსმენს უამრავი პოლიტიკური მოღვაწე დასავლეთში საზოგადოებრივი ვასკნიან ამის გარდა სამწუხაროდ დრამატული შეცდომა იყო დაშვებული როცა მეორე პოლიტიკურ ძალად აღიარა და ოპოზიციად ოფიციალურად იქნა აღიარებული ეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია აქედან გამომდინარე ახლა მათ ასე ვთქვათ საინფორმაციო გულს ვერ დაუშვათ რომელიც დასახშობილი იყო ნამდვილად უსტავიორიან და კიდე სხვა საინფორმაციო საშუალებებიან მათ უაპატიის 26 მილიონი იმის გრაფიკის ყველაფერი ახლა გეკითხებით მე როდესაც თავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი ქვეყნის პირველი ქვეყნის პრეზიდენტი ანუ წინა პრეზიდენტი აცხადებს რომ ის ამზადებს გადატრიალებას აქ რომელ ეკონომიკურ ზრდაზე და რომელ სტაბილურობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი რომელი სერიოზული კაპიტალი შემოვა ასეთ შემთხვევაში მით უმეტეს როცა თავდაცვის რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური გაუთვითმოძღვრების პრობლემა როცა თავდაცვის მინისტრი აცხადებს აგერ რომ ახლა უნდა განვალო რუსეთსაც ინაუნდოს რაკეტსაც ინაუნდოს სისტემები და ასე შემდეგ საინტერესო აი მათ ეთქობა ვერ წარმოუდგენიათ რა როლს ასრულებენ ამ შემთხვევაში ისინი ქვეყნის წინააღმდეგ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ახლა საქართველოს ისედაც ჩვენი ეკონომიკა მართლაც ძლივს უმტყავს. არანაირი ინვესტიცია სერიოზული არ შემოედინება. ისეთი საკანონმდებლო ბაზაა რომელიც თუ არ გამოიცვალა ეს არის ჩიხური და მიხავს ქვეყანა დაღუპვისაკენ აქედან გამომდინარე ამას პლუს აკავოთ. თეთრ ნაცვლად ხავთ. ყველა ერთად რომ გამოვიგუბოთ იმისათვის რომ ეს ნამდვილად რა ქვია ამას ეს თვითონ და მიხვდნენ მოდი მაგრამ ახლა ხდებიან სახელი ჩვენ უნდა დავარქვათ აი ეს არის ჩემი პოზიცია ბადმასო ძალიან ცოტა დრო და გეოპოლიტიკურ მიმართულებას ძალიან მოკლედ თქვენ ედიტის წერდით იმ საშიშროების შესახებ რაც შეიძლება მოყვეს ყოველგვარ რუსულ ქმედებებს საქართველოში რომ მათი დიდი მიზანი არის როგორც თუკი რჩეული ამბობდა რომ სამეგრელო ჩამოაშორონ საქართველოს რამდენად შეძლებენ და რამდენად საშიშია ეს რუსეთს დაკარგული აქვს ერთი რაღაცა უნდა რუსეთს დაკარგული აქვს საქართველოს პოლიტიკურ ელიტასთან მოლაპარაკების მოტივაცია რატომ აქ დაკარგული ალბათ ახლა ყველამ ვიცი ხო ანუ ის არ ფიქრობს რომ დავშტაბ რაღაც ხდება შესაბამისად რუსეთი მოქმედებს საქართველოს საკითხის გადასაწყვეტად ეკმავს საფედრო პოლიტიკურ მოქმედებებს სხვადასხვა ფორმებით ახლა როგორც არის სომხეთზე ევრაზიული კავშირი პალივდება და ევრაზიული კავშირის წევრი ერთ-ერთი პროფესორი არის საფედრო რუსეთის ჩაუძირავი ალიანსის იდეა სომხეთი ხო ყარაბაღიანი შესაბამისად სახმელეთო კავშირი ტერიტორიული კავშირი სომხეთთან რუსეთისთვის აუცილებელია და სომხეთთვისაც აუცილებელია. თვითონ კავშირის ლოგიკა ამას გულისხმობს, რომ შეიძლება კონძული იყოს და საჰაერო მოსვლა იყოს, ხო? აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად გააკეთებს შეესწება და ვხედავთ ჯერჯერობით რა ის საშუალებას უნდა შევეწინააღმდეგოთ მას, გახსნას ტერიტორიები. კახეთიდან, აფხაზეთიდან და დემოგრაფიულ დერეფანზე 60 კილომეტრიან ვიწრო იზოლატორი დავარქვი მე ამას და რომელიც ყოფს დითურას რუსული ევრაზიული კავშირისაგან. აი ესეთ ვითარებაში ვარ ჩვენ. ეს რუსეთი ამას აუცილებლად შეესწრებს. სხვა თემა ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ. და არის თუ არა საქართველოში იმის სტრატეგიული აზროვნება, რომ სასწრაფოდ და ოპერატიულად იმოქმედოს ამ მიმართულებით. იმოქმედოს რუსეთშიც, თურქეთშიც, ირანშიც, სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც და შეერთებულ შტატებში და ევროპაშიც. აი ამის მენტალური პოტენციალი უნდა იქნას შეკრებილი და გამოყენებული სასწრაფოდ და არა ის რომ
უშუალოდ ხსნათ და ნიშნოთ მინისტრები და შიდა ინტრიგებით ვიყოთ დაგავებული და სხვა კიდე მეასეხარისხოვანი საქმეებით. აი საქართველოს მართლაც მოწულია თეთრი ხმაობით და ძირითადი საკითხები, განვითარების საკითხები და საკითხები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, მეორე პლანზე საერთოდ არ მიდის ამაზე რეფლექსია. ეს არის ნამდვილი ტრაგედია ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების. მადლობთ.